ოლიგარქის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე სახის დაფარვის გამო ოქმები შეუდგინა მოქალაქეებს გარდა ამისა რეჟიმის წარმომადგენლებმა დალუქეს პირბადე და ბალაკლავა. ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული ბოლო ცვლილებებით ეს ქმედება 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო განმეორების შემთხვევაში ერთწლიან თავისუფლების აღკვეთას. ოქმის შედგენის ერთ-ერთ შემთხვევას იურისტი ნიკა სიმონიშვილით შეესწრო, მისი თქმით, პოლიციამ ერთ-ერთი ადამიანი პარლამენტის შენობიდან მოშორებით შეაჩერეს, თუმცა მათ ამ პირის მიერ სახის დამალვის მტკიცებულება ვერ წარადგინეს. რეპრესიული კანონების მიუხედავად რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება უფრო მეც ამ ამბის შესახებ, ნუცა გისმენთ. კანონები, რომელიც აქციის კრიმინალიზებას ისახავს მიზნად, გელა გელაძის უწყებას უკვე სისრულეში მოჰყავს. გუშინ უწყვეტი პროტესტის 325 დღეს მოქალაქეები რუსთაველზე კვლავ შეიკრიბნენ, მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც პროტესტის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვა 60 დღემდე პატიმრობით ისჯება. გუშინ რუსთაველი ორჯერ გადაიკეტა, თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა პროტესტის მონაწილეებს გზის სავარი ნაწილი გაეხსნათ. აქციის მონაწილეები მოთხოვნას დაემორჩილნენ, თუმცა მოგვიანებით გზა ისევ გადაკეტეს. თუმცა ხმაურის გარეშე არც ამ ფაქტს ჩაუვლია, მაშინ როდესაც აქციის მონაწილეები უკვე იშლებოდნენ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მათი გაჩერება დაიწყეს. როგორც თავად განმარტავდნენ, იდენტიფიცირების მიზნით და 10-მდე მოქალაქეს სახის დაფარვის გამო ოქმები შეუდგინეს. ოცნების პოლიციამ ნივთმტკიცებება დამოიღო და დალუქა ბალაკლავები და პირბადეები. არის შლემი და შლემის შიგნით უკეთია. ის საკუთრებზე აჩერე გაჩერებული ყავდათ ადამიანი პირბადის გამო, როგორც ვიცი, ოღონდ ნორმალი არის ტრანსპორტი, ელექტროტრანსპორტი და თავზე მეხურა ბალაკლავა და ზედ მალგაზე უკვე ჩაფხუტი, რომელიც არის თავდაცვის ატრიბუტიკა. სანამ გავჩერდი და მიმოიხედე რა ხდებოდა, იმიტომ რომ ხო არ შეიძლება რომ დღეს ცხოვრობდე თბილისში და არ დაინტერესდეს სხვა ადამიანი რა დღეშია. აქედან გამომდინარე მეც დავინტერესდი რა ხდებოდა და ამ პროცესში უბრალოდ მათაც ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას იხელთ ეს დრო და ჩემი ჩაფხუტის გამო გამაჩერეს. განვიმარტეს რომ თითქოს მე ნიღბით ვიდექი შეკრება მანიფესტაციის ადგილას. მე ყოველ დღე ვდგავარ რუსთაველზე, მაგრამ დღეს ნიღბით არ ვდგავარ, უბრალოდ ჩაფხუტი მეკეთა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნებისთვის იყო ამ შემთხვევაში სახით დაფარული, ჩაფხუტზეა საუბარი. არავის აღარ არჩევს პოლიცია, რა მიზნით აქვს სახით დაფარული, ანუ გზის გადაკეთვაზეც არ არის ლაპარაკი, აქ არის სახის დაფარვის გამო, აქციაზე სახის დაფარვის გამო არიან ეს ადამიანები დაკავებულები. ნუ არ ვიცი, შევაფასოთ ჩვენ თვითონ და ვნახოთ რამდენი სამართლიანი ის 15 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ ადამიანებს, იმის გამო რაღაც ვიღაცა სამედიცინო პირბადე ეკეთა, ისე რომ რა ვიცი, გზის გადაკეთვაზე აღარ არის აქ ლაპარაკი, ვიღაცას უსაფრთხოების გამო ჩაფხუტი, ნუ აი ამას აკეთებს ქართული პოლიცია სამწუხაროდ. 3 დღე გავიდა, რაც ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამკაცრებული კანონები მიიღეს, მიუხედავად შესაძლო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, რუსთაველის გამზირი კვლავ ჩვეულებრივად გასული 320 დღის მსგავსად ისევ იკეტება.